გამარჯობათ, შობას გილოცავთ. ეხლა დღეს შობის დღეა და დღეს ალბათ დავდებ ამ ვიდეოს. მაქსიმუმ ხვალ თუ ნახავთ, მაგრამ მე გილოცავთ შობას და მინდა ესეთი ძალიან ლამაზი ჩანთა, დიდი ხანია უკვე ვაპირებდი ამის მოქსოვას. ფაქტობრივად მოქსოვის გაკვეთილებიც არის ინტერნეტში, უბრალოდ არ ვიცი რაღაც გადავწყვიტე ქართულ ენაზე მაინც გავაკეთო და თან ჩვენთვისაც მოვხსოვ და ამ ქსოვის პროცესს გაჩვენებდით. მოდით, აი აქ, ესე იგი ეს ფაქტობრივად წინა და უკანა მხარე მსგავსია, უბრალოდ წინა მხარეს აი აქ შუაში აქვს გარკვეული ესეთი ცოტა უზორი იცვლება, რომ აქ რაღაც ისე დეკორაციული დეტალი გააკეთოთ. ნახეთ, აი აქ. აი, ხედავთ ხო, შუაში ეს რკინის დეტალი აქ აი ესეთი. მიუ ესეთი ფირმის ის არის ჩანთა, მაგრამ ძალიან მომწონს და აი მინდოდა რომ რაღაცნაირად მომექსოვა და თან ბარემ გაჩვენებდით თქვენს და იმედია რომ დაგეხმარებათ. თან სქემის გარჩევასაც ვისწავლით პარალელურად. ესეთია, ნახეთ, ძალიან ლამაზია. მე ხლა ამ სახელურს აღარ გავუკეთებ ესეთი ტყავის სახელურია კიდევ დამატებით. მე მგონი ეს აი ეს საკმარისი იქნება. თუ ეხლა გეჩვენებათ რომ ეს პატარაა, შეგიძლიათ ეს გრძელი მოგხსოვთ, ეხლა ჩვენ როცა მოვხსოვთ, პრინციპში ჩვენზეა დამოკიდებული აი ეს ნაწილი რა სიგრძის გვექნება, ხო? კარგი, ჯერჯერობით წინა და უკანა მხარებს მოვხსოვთ. ეხლა გეტყვით, უკანა მხარე მე მოგხსოვილი მაქვს და წინას აი ნახეთ, აი ესეთია, ძალიან ლამაზია. ხო, არ ვიცი თუ ჩანს, არ ჩანს ბოლომდე, ხო? აი ესეთია. აი ესეთი. ესე იგი, უკანა მხარეა. ანუ ამ ადგილას ხედავთ, რომ ჩვეულებრივ უზორები გაქვთ, აი ესეთი ნაწნავისებური. წინა მხარეს მოვხსოვთ ეხლა და იქ ცოტა აი აქ შევცვლით. ანუ ფაქტობრივად უფრო რთული არის აი ეს ისა წინა მხარე, რომელსაც ვაპირებ მოგხსოვას და იგულისხმება, რომ უკანა მხარე მოიხსოვება აი პირდაპირ, როგორც აქამდე გხსოვთ, აი ეს ადგილი, აქ არანაირი ცვლილება არ არის. ხო? თან სქემასაც გაჩვენებთ. სქემით ფიქრობ, რომ აი ხლა წინა მხარეს ვაპირებ, აი ეს არის წინა მხარე, ნახეთ, აი აქ არის ესეთი გარკვეული მოდიფიკაცია ცოტა და აი ეს უკანა მხარე. აქ არაფერი განსხვავება არ არის, ერთნაირად აი აქ რო დავიწყებთ ახლა ჩვენ ქსოვას, ესე ფიქრობ, რომ წინა მხარეც ზუსტად ისია. კი, ყველანაირად აი აქ გარკვეული ფორმირება ჭირდება, ცოტა გაგანიურდება, მე სწორად მიდის და მე ისევ ცოტა ესე იგი ვიწროვდება. ხო, უბრალოდ ფიქრობ, რომ უკანა მხარეს ცოტა სხვანაირი დავიწროება ხომ არა აქვს, მაგრამ ფიქრობ, რომ ასეთი ტიპით მიდის დავიწროება. მოკლედ შევადარებ ხოლმე, ხა დავიწყოთ და ანუ ეხლა ფაქტობრივად ვიწყებთ, როგორც უკანა მხარე მაქვს მოგხსოვილი, აი ისე ვიწყებთ და აი გარკვეულ სიმაღლეზე იმის ნაცვლად, რომ გაგვეგრძელებინა როგორც გხსოვდით, აი აქ რაღაც ესეთ უზორს ცოტა შევცვლით. აქ სწორად მიდის გვერდებზე, მე ვიწროვდება. აქ თუ დააკვირდებით, აი აქ ვიწროვდება, კიდე ვიწროვდება და ასევე უნდა იყოს აქაც. კი, ფიქრობ, რომ ერთნაირად არის აი ეს დავიწროების წესი. ესე იგი, აი ესეთი არ ვიცი, ეს ჩინურია მე მგონი ხო ეს იეროგლიფებით არის და აქ გარკვევა რთულია არა წერია, მაგრამ მოკლედ ესე მოვხსოვთ. აი ზომები ჩანს 17 სანტიმეტრი 20, თუმცა 23-24 სანტიმეტრი სახელურის. ეს დამოკიდებულია თქვენ ძაფზე, ძაფის სისქეზე. მოკლედ აქ მე მგონი არ არის აუცილებელი რომ ზუსტად დაემთხვეს თქვენთან. ეხლა მე ავიღებ აი ასეთ ძაფს და ავიღებ ორ წვერს, იმიტომ რომ ცოტა პატარა ისეთი თხელია შედარებით ვიდრე ჩანთებს ჭირდება. თუ გექნება თქვენ სქელი ძაფი, უკეთესია ერთი წვერით რომ მოგხსოვოთ და სქელი ძაფით. კარგით. ესეთი ფერის რა თქმა უნდა თქვენზეა დამოკიდებული. ეს სუფთა ბამბა, ესე იგი 100 გრამი, ხო აქ ოზეებშია. აი ხო 100 გრამი, ეს იგივე წონა და 170 მეტრია 100 გრამი, აი ეს. აი ესეთია. აი ეს ნაღი, ეხლა აქ გვაქვს 4 მმ, რასაც გვირჩევენ, მაგრამ მე ავიღებ
რა თქმა უნდა 2 წვერი უნდა ავიღო და ჩემი ყაისნაღი იქნება 5 მმ. აი ესეთი ზომის 2 წვერით ვქსო, ხო? ამიტომ ეს გასაგებია. ხო, აი ესეთი ნახეთ mercerized cotton. ეს არის ძალიან აი კარგად დაწნული ძაფია, რომ აი ბუწუწები არ გაუჩნდება მოკლედ გარეცხვით და რაღაც და აი გირჩევთ ესეთი ძაფი კარგი არის ჩანთებისთვის. და ისე საერთოდ აი პოლიესტერის ძაფითაც შეგიძლიათ მოგსოთ, უბრალოდ სქელი აიღეთ თუ ერთ წვერს აიღებთ, ხო? კარგი, ერთი ძაფი და მეორეც. ესე იგი ჯამსში წესით ახლა აი ეს მე რაც მოვქსოვე, უკანა მხარე, ამაზე წავიდა 2 გორგალით ვაკეთებდი, ხო, ასევე 2 გორგალი, ანუ 2 წვერით და კიდევ მოვრჩა. მოდით გაჩვენებ. და ესეთი მოვრჩა, მაგრამ ნუ ნახოთ, ესეთი მოვრჩა. ეხლა ამითაც ესე წინა მხარეს მოვქსოვ, მაგრამ მე სახელური გვაქვს მოსაქსოვი და ეს სახელური გაითვალისწინეთ, რომ ნახეთ მარტო სახელური კი არ არის, აი გვერდითი ნაწილიც, აი ეს სუმთლიანად უნდა მოიქცოს, აი ეს ლენტი ესე ვთქვათ. და ამისთვის აი ეს მეხუთე გორგალი მაქვს კიდევ და მედია რომ გვეყოფა ეს ყველაფერი, წესით უნდა გვეყოს. ხო, რაც შეეხება სახელურს, აი აქ ერთგან არის სახელურის აი ნახეთ, აი აქ სახელურის სქემაც გაქვს და აი ამას ესე ვთქვათ, ეხლა ჩვენ როცა დავიწყებთ ქსოვას, მე თუ მომეჩვენება რომ ეს პატარაა, ხო, მე ისე გავაკეთებ, რომ რაღაც დავამატო მაინც უზორი, აი გავაგრძელოთ აქ. ესეთი ნაკსოვია, რომ შეიძლება გაგრძელდეს და მე უკვე დასრულდეს, აი დასრულება, სადაც აქვს, ხო? მას ერთად გავაკეთებთ. კარგით. ესე იგი, ეს უკანა მხარე, თუ გინდათ, აი უკანა მხარესაც ახლა გაგიდიდებთ და თქვენ თვითონ ამას არ მოვხსოვმე, ხო, იმიტომ რომ ფაქტიურად იგივეა, რაც წინა მხარე, უბრალოდ აი აქ წინა მხარეს აქვს განსხვავებული და ამიტომ წინა მხარის მაგალითზე გაჩვენებთ მე და თქვენ აი აქ შეგიძლიათ ეს დაიმახსოვროთ, ეს აი აქედან ეს უკანა მხარისთვის გამოგადგებათ. აი აქ რიცხვები არის მითითებული, ნახეთ, მწვანე ფერით არის, აქ ცოტა იისფერია და კიდევ ესეთი შინდისფერი. 5, 4, 3. ამას გეტყვით რას ნიშნავს. ეხლა ჩვენ როცა წინა მხარეს მოვხსოვთ, ამას გამოვიყენებთ, აქაც იგივე რაღაც არის. კარგი. ესე იგი, ვიწყებთ ქვემოდან. ვიღებ 2 წვერს ძაბს, როგორც გითხარით. და ესე იგი. ეხლა ძირზე ხო, ძირიდან ვიწყებთ. ეხლა ვიწყებთ ჩვენ აი აქედან. თუმცა აქ არის მითითებული, მაგრამ ნახეთ, აი აქედან იწყება, იმიტომ რომ აი მოხვევა არის ბიჯის, ნახეთ, 3 თავისუფალი თვალი და მე აქეთ წამოყვებით უკვე სვეტები. თავიდან თავისუფალი თვლები. ეს კრესტიკები რაც არის, ეს სულ ბოლოს, აი რო უკვე მოქსოვილი გექნებათ ეს წინა მხარე, აი შემოულით თვლებით, ეს კრესტიკები არის თვლები ნავადის გარეშე, ესე უნდა შემოვაროთ. როგორც მტკიცე გამოვიდეს, ხო? ესე იგი ვიწყებთ აი აქედან და ეხლა აქ შეგიძლიათ გადათვალოთ და ისე წესით 34 თვალი უნდა გქონდეთ. პლუს 3 თვალი უკვე ბიჯის, აი აქ, ხო? მოდით მაინც გადავთვლი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 20-ია, ხო? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 1, 2, 3, 4. კი. კარგით, ესე იგი, 34 თვალი ძირზე და პლუს 3 თვალი ბიჯის. ესე იგი. აი ესე პირველი კვანძი, ესე მოგაჩეთ კარგად. და ვქსოვთ 34 თვალს. პლუს 3 თვალი, ანუ ჯამში 37 თვალი. 3 თვალი მაქვს ხო მოქსოვილი? 4, 5, 6, 7. აი ახლა აქ მაქვს 37 თვალი, როგორც გითხარით. ესე იგი, ბოლოს 3 თვალი ეს არის ბიჯის, ხო? ნახეთ, აი 3 თვალი და მის ქვემოთ კიდევ არის ერთი თვალი, აი ეს როგორც საფუძველი, ხო? ანუ 1, 2, 3, 4. 4 თვალი გაქვთ. მე გამოტოვებულია ერთი თვალი და მომდევნოში გაქვთ. ანუ ეხლა აქედან თუ გადათვლით ყაისნაღიდან,
1 2 3 4 5 და მე-6-ში უნდა ამოიყვანოთ, აი ახლა მოტრიალდეთ, უნდა აქ წამოვყვეთ. აი მე-6 თვალში უნდა ამოიყვანოთ 2 თვალი თითო ნამატით. აქ მეტი არაფერი გაქვთ მოსაქსოვე, ხო? ეს სვეტი და აქ 2 სვეტი ახლა. კარგით, ესე იგი მე-6-ში, ხო? აი ეს 1 2 3 4 5 და აი მე-6. ესე იგი თვალი 1 ნამატით. აი აქ. ესე. და იგივეში მეორე თვალი. ისევ ესეთი თვალი 1 ნამატით. აი ეს. ეხლა აქ შეგიძლიათ აი თუ გეშინიათ რომ ძალიან გაიწელება, ცოტა ღრმად შედით, ანუ ორ კედელში, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ნორმალურია, არავაშავს, მე მგონი არავაშავს ესე. კარგი, ეს ორი თვალი, აი ეს ორი სვეტი მოგხსოვე. ეხლა ამის შემდეგ აი ესე მოვყვებით, ხო? თითო თვალში თითო თვალი გაქვთ 1 2 3 4 სვეტი. შემდეგ უნდა გამოტოვოთ და მე იქნება 1 თვალიდან 2 სვეტი, ხო? ესე იგი, ახლა პირდაპირ ჯერ ხო? 1 თვალი თითო ნამატით ესე. მეორე მესამე მეოთხე. ახლა როგორც გითხარით, აი აქ ვარ ხო? 4, ეს 4 სვეტი მოგხსოვე. აქ პირდაპირ ამათ შორის არაფერს არ გსოვთ. პირდაპირ ახლა 2 სვეტი უნდა ამოიყვანოთ 1 თვალის გამოტოვებით. ანუ ნახეთ, აი აქ ხო გვაქვს უკვე. აი ამ თვალს გამოტოვებთ და აი აქ. და 2 სვეტი. 1 და 2. ახლა ისევ გავიმეორებთ, ნახეთ. ისე 4 სვეტია, გადაბმულა პირდაპირ, აი 2, 1-დან 2 რო გამოვიდა, 4-ია, 1-ს გამოტოვებთ, ისევ 1-დან 2 სვეტი ამოყავთ. ესე იგი, ახლა პირდაპირ აი ამის შემდეგ, ხო? აი აქვე 4 ისევ თვალი თითო ნამატით, თითო თვალში თითო თვალი. მეორე მესამე და მეოთხე. ისევ გამოტოვებთ 1 თვალს, აი ამას, ხო? და მომდევნოში 2 თვალი უნდა ამოიყვანოთ, როგორც გაჩვენეთ სქემაზე. 1 და იგივეში მეორე. აი ესე უნდა გაყვეთ ახლა სულ ბოლომდე. ეხლა როგორც ხვდებით, ამის მერე პირდაპირ აი გადაბმულად 4 სვეტი იქნება, 1 თვალს გამოტოვებთ და 1 თვალიდან 2 სვეტი. აი როგორც აქამდე გავაკეთე, ასე გაიმეორებთ. აი ბოლოს აქ შეგხვდებით, ერთად გავაკეთოთ ეს უბრალოდ აი აქ. აქედან მოდივართ, ხო? აი აქ ერთად გავაგრძელოთ და მერე უნდა ავიდეთ მომდევნო რიგზე. აი ახლა მოგხსოვე ბოლოს. ნახეთ, აი ეს 2 სვეტი გამოდის 1 თვალიდან, შემდეგ 1 2 3 4. 4 სვეტი ცალ-ცალკე, აი აქ მოვედი 1 2 3 4. ეხლა აი 1 თვალის გამოტოვებით კიდევ მოგხსოვა ესეთი 2 სვეტი გამოდის 1 თვალიდან და ზუსტად აი ესე უნდა გქონდეს თქვენც, ნახეთ. 1 თვალს ტოვებთ და აი აქ და კიდევ 1 თვალი მრჩება, ხო? აი ესე უნდა გქონდეთ, თუ სწორად აკრიფეთ თავიდან თვლები და ეხლაც აი მე როგორც გაჩვენეთ, ხო? ისე თუ მოგხსოვთ. აი ესე 1 თვალიდან 2 თვალი ამოვიყვანეთ და კიდევ 1 თვალი მაქვს. აი ეს ნახეთ, ხედავთ, კიდევ 1 სვეტი გვაქვს მოსაქსოვი, პირდაპირ აი ესე ბოლო თვალში, აი ეს. თვალი 1 ნამატით. აი ეს, აი აქ დააკვირდით, ესე იგი აქედან წამოვედით აქეთ. ესე იგი 2 სვეტი სადაც გამოდის 1 თვალიდან, იმის წინ ტოვებდით თავისუფალ თვალს თითოს. აი აქ, ყველგან ერთნაირად უნდა გააკეთოთ. ხო? აი ესე. ეხლა ზემოთ ავალთ, ხო? შემდეგ რიგზე გადავალთ. აი აქ 3 თავისუფალი თვალი და იგივე თვალიდან სვეტი, თვალი 1 ნამატით. 1 2 3 მოდრიალდით. და თვალი 1 ნამატით იგივე თვალიდან. ანუ აი ეს არის თქვენი, აი ეს თვალი, რომელიც აი ესე. ესე. და ეხლა გსოთ
ეხლა უკვე იქნება უკვე რასაც ქვია წაღმა მხარე. აი აქედან, ნახეთ, აი ესეთი თავზე ბურთი აქვს და ჩადის აი აქ. აი ამ ორი სვეტი რო გამოდის ერთი თვალიდან, აი იქ ჩადის. ეს იქნება ესეთი, ხეთ აქ მე ვფიქრობ, რომ აი ამ ჩინური ეროგლიფში ესეთი რაღაცა დაწერილი, რომ ნახეთ ფერებითაც არის აღნიშნული, რომელ ფერს რა შეესაბამება და ეს 6 5 4 3 მე ვფიქრობ, რომ თვლების რაოდენობაა. ეხლა უნდა ავკრიფოთ, მაგრამ მე ერთი თვალით ნაკლებს ვაკეთებ ყველგან. ნახეთ, აი დააკვირდით ეხლა. ეხლა მე აი აქ ეს არის ესეთი ნაცრისფერია, ხო? აი ეს 6 შეესაბამება ესეთი, ხო? მაგრამ მე 5 თვალს ვაკეთებ 1 2 3 4 5 თუმცა აი ახლა რასაც გავაკეთებ, მე 6 თვალი უნდა მოვგზავნოთ აი ამაზე ზემოდან. აი ამაზე. შეიძლება ამ 6 გულისხმობენ. ესე ვფიქრობ უფრო მეტ, რომ 6 აქ რო 6 თვალი მოვგზავნოთ, ახლა თავისუფალი ძალიან გრძელი გამოვა. ის რაც მოვგზავნე, კარგი იყო და აი ახლა ნახეთ, დააკვირდით ახლა ნიშნულოვანი. აი უნდა ჩახვიდეთ აი ამ სვეტების ცენტრში. აი ეს. დაიკავეთ აი ეს ორი სვეტი რო გამოდიოდა ერთი თვალიდან, ხო? აი ეს მაგათ ცენტრში, აი ეს ნახეთ, ცოტა შემოატრიალეთ ნაკსოვიდან და თვალი ნამატის გარეშე, აი ესე გამოიტანეთ. ეხლა აი ამ ჯაჯვის გარშემო 6 თვალს მოგსოვ ნამატის გარეშე. 1 2 3 4 5 და 6. აი ეს. აი ხა ნახეთ როგორ მიკავია. ხედავთ? ახლა ისე მოვედი, ისე როგორც უნდა მეკავოს, აი ეს წაღმა მხარეა, აი ეს. ეხლა შემდეგ. ეხლა არის ორი თვალი, აი ამათ შორის, ნახეთ, წინა ორი სვეტი რო გამოდიოდა, იმათი ცენტრიდან კიდევ ორი სვეტი გამოდის. აბა დააკვირდით? აი სადაც ჩავამაგრე, ძირში ჩაუმაგრე და ეხლა აი აქ შეგიძლიათ აქ ამ თვალში შეხვიდეთ ან მაგათ შორის. მე ვფიქრობ, აი აქ მაგათ შორის შევალ ესე უფრო. ესე ვაკეთე ის უკანა მხარე ესე მოგსოვე. ერთი სვეტი და ისევ იგივე ადგილიდან მეორე სვეტი. აი ეს. ეხლა ისევ ასეთი მკრთალად არის ძალიან, თავზე ბურთი აქვს და ჩადის აი აქ. ანუ აქ რაც გავაკეთე, ფაქტობრივად იგივე უნდა გააკეთოთ, უბრალოდ აი სად ჩადის, აი იქ მიუთითებს სად უნდა დაამაგროთ. ისევ 5 თავისუფალი თვალი. აი ესე 5 თვალი მაქვს და ჩავალ იგივე ადგილას. აი ნახეთ, აი აქ. აი აქ. ჩანს ხო? აი ესე. ისევ თვალი ნამატის გარეშე და აი ახლა აი ამას ჯაჯვის გარშემო 6 თვალი ნამატის გარეშე. იმედია რომ ამას გულისხმობენ 6 თვალში, იმიტომ რომ სხვანაირად მე მგონი ძალიან დიდი გამოვა ეს გრძელი ნაწნავისებური ესეთი ნაკსოვები. ესე იგი 1 2 3 4 5 კიდევ 1 6. შემდეგი აქ გვაქვს ნახეთ ერთი სვეტი უნდა გამოტოვოთ და აი აქ 4 სვეტი რო ქონდათ, აი შუა ორზე უნდა გააკეთოთ, აი ორი სვეტი უნდა ამოიყვანოთ. ერთი თვალი ნამატით, ერთი თვალი ნამატით. აბა დავაკვირდეთ ახლა აქ, აი აქ გაქვთ. აი ეს 4 სვეტი გაქვთ. ხო, ამას არ ეხებით, აი აქ და აქ. აი ეს, აი აქ. ორივე კედელში შედიხარ ჩვეულებრივ. თვალი ერთი ნამატით, მომდევნოშიც თვალი ერთი ნამატით. და ეხლა ისევ გავიმეორებთ, რომ რაც აქ გავაკეთე, ზუსტად აქაც იგივეს გავაკეთებ. აი ისევ ისეთი ადგილი გაქვთ, ხო? სადაც ერთი თვალიდან ორი სვეტი გამოგდით. 5 თავისუფალი თვალი. აი ესე. ეხლა თავი გამოარჩიოთ, აი პირველ ამ რიგში ძნელია, მაგრამ აი დააკვირდით. მე უფრო გამოჩდება შემდეგ რიგებში. აი ერთი თვალიდან ორი გამოგდით, აი იქ უნდა ჩახვიდეთ, აი ასე. შემოატრიალოთ ნაკსოვი. თვალი ნამატის ერთი ნამატის გარეშე, ხო? და მის გარშემო, ხო, ამ ჯაჯვის გარშემო 6 თვალი ნამატის გარეშე. აი ესე. ესე უნდა იმეოროთ ფაქტიურად.
გადავთვალო, რომ 6-ია. 1 2 3 4 5 6 7. მე 7-ს მივაქვსოვე. ხო, აი ეს. ეხლა როგორც ვხვდებით, აი ამ ორი სვეტის ცენტრში, როგორც გავაკეთე პირველ შემთხვევაში, 2 სვეტი, 1 სვეტი, მეორე სვეტი. და ასე გაიმეორებ. იგივეს აი ასეთ რამეს მოგხსოვ, აი აქ ისევ 5 თავისუფალი თვალი. ესე ჩამაგრება ისევ აი ამ ადგილას, საიდანაც გამოდის ეს აი ეს პირველი ესეთი ჯაჭვი და ისევ აქაც 6 თვალი ნამატის გარეშე. აი ესე. შემდეგ ამის შემდეგ რა თქმა უნდა ისევ 2 სვეტი გექნებათ, ხო? თეთ გაჩვენებთ და მე სქემის მიხედვით მე მგონი გააგრძელებთ თქვენ თვითონაც. აქ გადათვალეთ ხომ 1 2 3 4 5 6. აი ეს ნახეთ, აი ესე გამოიყურება თქვენი ნაკსოვი. ჯერ არ ჩანს კიდე კარგად, მე უფრო კარგად გამოჩნდება. აი ეს 4 სვეტი და აქედან პირველს არ ეხებით, მეორეში და მესამეში ამოყავთ აი თითო სვეტი. აბა კარგად შეხედეთ, აი ესე გაქვთ, ამას არ ეხებით და აი აქ. 1 სვეტი და მეორე სვეტი. აი ეს ახლა გაჩვენებთ სქემაზე და სქემით შეგეძლებათ. აი ეს 1 სვეტი, 2 სვეტი. ისევ აი ესეთი გრძელი ნაწნავის, ესე იგი უზორს რაც გვაძლევს, აი ესე ისევ ჩახვალთ, ესე იგი 5 თავისუფალი თვალით იქსოვება, ხო? 1 2 3 4 5. და ესე იმეორებთ. აი მთავარია ეს მოძებნოთ ხომ სადღაც ჩახვიდეთ, ხო? 1 თვალიდან 2 გამოგდით, აი უახლოესი, აი აქედან რაც ბოლოს მოგხსოვეთ, იქიდან უახლოესი ესეთი 2 სვეტი სადაც გაქვთ, ხო? 1 თვალიდან გამომავალი და იგივეს გაიმეორებთ. ესე გაყევით ბოლომდე, ფიქრობ ბოლოში ვნახოთ, ესე იგი ხლა აი აქედან აქეთ მივყვებით, ხო? აი ამ ბოლო ასეთ იმას რომ მოგხსოვ, აი აქ დაგიბრუნდებით. ფაქტიურად აქ 3 ამ თავისუფალი თვალის თავზე უნდა მოგხსოვთ ეს 2 თვალი. აი ამას რომ მოგხსოვ, იქ დაგიბრუნდებით, კარგით? ესე გააგრძელეთ. აი ახლა მე მოვედი უკვე აი ბოლო ესეთი ნაკსოვი გავაკეთე, ნახეთ. აი ესეთი სულ უნდა გქონდეთ 6. აი ესეთი თითქოს ნაწნავი, ხო? 1 აი წყვილად არის, ხო? 2 3 4 5 და 6. აი ახლა ბოლოს ეს 2 ესეთი გვაქვს, ხო? ორნამენტი. ახლა ამის შემდეგ ჩვენ აი მოვედი აი ამ ადგილას, ხო? ეს გავაკეთე. აი აქ სადაც 3 თავისუფალი თვალი გქონდათ, მესამე თვალზე 2 სვეტი უნდა მოვიყვანოთ. თვლები თითო ნამატით. ეხლა აქ ნახეთ რომ არ შეგეშალოთ. აქედან გადათვლას, ხო, იმიტომ რომ აქ კიდევ იყო თვალი, კიდევ ერთი თვალი ფუძეზე და ჯობია რომ აი პირდაპირ წინა რიგში სვეტი რო გქონდათ, იმის მომდევნოზე ნახეთ, აი აქ სვეტი რომ გაქვთ, აი აქ, ხო? აი ამის მომდევნო თვალია, მოდით აქ ნახოთ. აი ეს არის. აი აქ უნდა შეხვიდეთ და არ შეგეშლებათ ნამდვილად. 1 თვალი ნამატით, იგივეში მეორე თვალი ნამატით. აი ეს 2 სვეტი მოგხსოვ. ახლა აქ უნდა ავამაღლოთ, ხედავთ, ხო? 3 თავისუფალი თვალი პლუს კიდევ 1 თავისუფალი, აი აქ ხედავთ? ანუ ჯამში 4 თავისუფალი თვალი უნდა მოგხსოვ და მე უკვე სვეტს რომ მოგხსოვ, ეს ითვლება ამის თავზე ეს სვეტი, ხოლო ეს არის არგის ეს 1 თავისუფალი თვალი და მომდევნო სვეტი რომ მოვტრიალდებით, აი აქ 2 სვეტი რო გვაქვს, აი მეორეზე. აი ეს ადვილად მე მგონი ადვილია. ესე იგი პირდაპირ 1 2 3 ეს არის სვეტი და კიდევ 1 ეს არკის ესეთი თავი, ხო? მოვტრიალდით. და ახლა აქ რო არ შეგეშალოთ, ნახეთ, აი ეს ამ სვეტის თავზე უკვე გაქვთ, ხო, ეს სვეტი აქ 3 თავისუფალი თვალი. მომდევნო სვეტი, აი აქ უნდა შეხვიდეთ, ოღონდ თვალი 1 ნამატით. აი აქ. ახლა შემოვატრიალებ და მეორე მხრიდანაც გამოჩნდება, აი ესე, ნახეთ. ამის თავზე ეს გაქვთ, ამის თავზე ეს. ახლა ვაგრძელებთ.
ეხლა მოვდივართ უგუღმა რიგში ვართ, ნახეთ, აი ეს უგუღმა რიგია, როცა ესე უყურებთ, ხო? აი აქ ვართ. ეს მოგხსოვეთ, პირველი სვეტი, მეორე სვეტი იქნება. აი აქ რომ ესეთი კრთალად არის, ხო, ეს ჩასული, აი ესეთი ნაწნავისებური узორი, ხო? აი იმის თავზე. მერე აი ამ ორი სვეტი რო ამოდის ერთი თვალიდან, იმათ ცენტრიდან ამოვა კიდევ ორი. შემდეგ აი მეორე ორნამენტი რო ჩადის, ხო? აი აქ, ამის თავზე. და ფაქტიურად ყველგან უნდა გსოვოთ აუცილებლად, აი თითქოს თითოეული წინა რიგის თვალზე თვალი ერთი ნამატით გაქვთ, უბრალოდ აი აქ სადაც ერთი თვალიდან ორი გამოდიოდა, იქაც ესე გააკეთებთ. იმათი ცენტრიდან ორი თვალი უნდა გამოვიდეს. აბა ნახოთ ახლა. ესე იგი ამის შემდეგ არის, ნახეთ, აი ეს ორნამენტი გაქვთ, ხო? აი აქ უნდა შეხვიდეთ თვალი ერთი ნამატით და ნახეთ, აი ეს სვეტი, ხედავთ, აი ეს სვეტი. ესე იგი აი ასე შევდივარ. აი ესე რომ შეხედოთ. აი ეს. ზედა, ასე ვთქვათ, ხარეს. აი ეს თვალი ერთი ნამატით. შემდეგ აქ უკვე ნახეთ ცოტა გრძელი ესეთი თითქოს ნაკსოვია, მაგრამ მანდ არ შედიხართ პირდაპირ აი აქ. აი ეს ერთი თვალიდან ორი, ნახეთ, აი აქ, აი ამათ შორის. მოთ უგუნიდან აი აქ. ჩანს ხო? ერთი სვეტი და იგივე ადგილიდან მეორე სვეტი. აი ეს. აი ეს. ეხლა ისევ მოდის, ნახეთ, აი ეს მომდევნო ორნამენტი რო იყო გრძელი, იმის თავიდან უნდა ამოიყვანოთ სვეტი. თვალი ერთი ნამატი. აი ეს. აქედან ხო ამოვიყვანეთ, მერე ცენტრიდან, ეხლა აი აქედან. აქაც აი ბოლო თვალი რაც გაქვთ, ხო, თვალი ნამატის გარეშე რო იყო, იქიდან და როგორც შევედი, აი ესე შედით ჯობია. აქედან შედიხართ, აქედან მხრიდან. კარგით. ეხლა აქ უკვე ჩანს, ხო, ორი აი სვეტი გაქვთ, ამ ორივე სვეტის თავზე თითო სვეტი. სქემაზეც შეგახედებთ, ჯერ მოგხსოვ, ერთი სვეტი, ორი სვეტი. აი წინიდან თუ შეხედავთ, ნახეთ, აქ ორი სვეტი რო გქონდათ, იმათ თავზე მოგხსოვთ კიდევ ორ სვეტს. აი ეს არის. ხალხ სწორად შევხედოთ, აი აქ მოვდივართ, ხო? აი ესენია. ორი სვეტი. აი ეს. აი ამ ადგილებში რომ არის ესო. აქ თითქოს გადაბულად გაქვთ, უბრალოდ ეს ორნამენტის თავზე ზის, აი ეს სვეტი ამ ორნამენტის თავზე ზის. და მათ შორის ესეთი ორი სვეტი რო გქონდათ, იქაც თითო სვეტი. აი ესე მოგხსოვე ახლა რაც გავაკეთე. ეხლა ამის მერე ესე ორნამენტის თავზე გსოვთ. აი უკვე მომდევნო ორნამენტი აი აქ. შემდეგ პირდაპირ აი აქ ერთი თვალიდან ორი რო გამოდის. იმათი ცენტრიდან აი აქ. და კიდევ მეორე და ისევ აი ორნამენტი მოდის, აი აქ, ეს. და ისევ აი ეს ორი სვეტი. აი ესე უნდა გაიმეოროთ სულ. ესეთი წესით. ახლა ორჯერ გავაკეთე მე უკვე ეს გავიარე და თქვენც მეგონი არ გაგიჭირდებათ აი ეს. ისევ ორნამენტი მოდის. აი აქ. ესე გააგრძელეთ.